ადამიანი მოაზროვნე არსებაა, მაგრამ არა ყოველთვის კეთილგონიერი. ერთი წუთით დაფიქრდით. დედამიწაზე ყოველ წამს ჩვენი ხელით 50,000-დან 80,000-მდე ცოცხალი არსება გვხვდება. ეს ციფრები არ არის გადაჭარბებული, ან გაზვიადებული. ჩვენ ყოველდღე გვყავთ დაახლოებით 8 მილიარდ ცხოველს. იმდენივეს, რამდენიც ამჟამად დედამიწაზე ადამიანის მოსახლეობაა. ეს ნიშნავს, რომ წუთში ინდუსტრიას ეწირება 4,5 მილიონი ცოცხალი არსება, საათში 270 მილიონი, ხოლო წელიწადში ეს რიცხვი 2,5 ტრილიონს აღწევს. ეს არ არის უბრალოდ ციფრები. ჩვენ შეგვქონით სამყარო, სადაც სიკვდილი არის არა ტრაგედია, არამედ გამართული, მაღალტექნოლოგიური კონვეიერი, რომელიც წამითაც არ ჩერდება. როდესაც ცხოველებზე ვლაპარაკობთ, წარმოიდგეთ მხოლოდ საყვარელ ლეკვებს ან შინაურ ფისოებს. ჩვენ ვსაუბრობთ ინდუსტრიულ გენოციდზე, რომელიც მოიცავს ყველას: ძუძუმწოვრებს, ფრინველებს და იმ ურიცხვარსებებს, რომლებიც ოკეანის სიღრმეებში ბინადრობენ. ფაქტობრივად ჩვენი ცივილიზაცია დგას სისხლისა და ძვლების მთებზე, მაგრამ ყველაზე დიდი აბსურდი და სისასტიკე სხვა რამეშია. ამ მსხვერპლის დიდი ნაწილი სრულიად უსარგებლოა. ჩვენ ვცხოვრობთ სისტემაში, რომელიც იმდენად გაუმაძღარია, რომ ვერც კი ინელებს იმას, რასაც ხოცავს. ყოველწლიურად ჩვენ მიერ წარმოებული ხორცის მინიმუმ 20% პირდაპირ ნაგავს აღელზე მიდის. ოდესმე თუ გიფიქრიათ საერთოდ რატომ, ან როგორ ვაკეთებთ ამ ყოველივეს. ნაწილი პირველი, ტრადიცია. იმისათვის, რომ გავიგოთ როგორ აღმოჩნდით ამ გიგანტურ სასაკლაოზე, უნდა დავბრუნდეთ უკან, უძველეს წარსულში. ხორცის ჭამა ჩვენთვის მხოლოდ დიეტა არ არის. ეს არის ტრადიცია, რომელიც კაცობრიობის ისტორიაზე უფრო ძველია. მილიონობით წლის განმავლობაში ნადირობა და ხორცის მოპოვება იყო არა არჩევანი, არამედ გადარჩენის ერთადერთი გზა. ჩვენი ევოლუცია, ჩვენი ტვინის განვითარება და ცივილიზაციის ჩამოყალიბება პირდაპირ კავშირშია ცხოველურ ცილასთან. როდესაც ჩვენმა წინაპრებმა ცეცხლის დანთება და ხორცის მომზადება ისწავლეს, მოხდა გარდატეხა. მოხარშული ან შემწვარი ხორცი ბევრად უფრო ადვილი მოსანელებელი იყო, ვიდრე ომი მცენარეულობა. ამან გამოათავისუფლა ენერგია, რომელიც მანამდე საჭმლის მონელებას სჭირდებოდა და ეს რესურსი ჩვენმა ორგანიზმმა ყველაზე ძვირფასი ორგანოს, ტვინის განსავითარებლად გამოიყენა. ჩვენ გავხდით ადამიანები სწორედ იმიტომ, რომ გავხდით ეფექტური მტაცებლები. მაგრამ რატომ არის ხორცი ასეთი გემრიელი? რატომ გვიჩქარდება პულსი მწვადის სუნზე? ეს არ არის შემთხვევითობა. ჩვენი ტვინი დაპროგრამებულია ისე, რომ ეძებოს მაღალკალორიული და საკვები ნიუტრიენტებით მდიდარი პროდუქტები. ხორცის გემო და სუნი ჩვენს ნერვულ სისტემას ეუბნება. აქ არის ცილა, აქ არის ენერგია და აქ არის გადარჩენა. ობიექტურად რომ ვთქვათ, ხორცი არის ნუტრიენტების კონცენტრატი. ვიტამინი B12. ეს არის ელემენტი, რომელიც პრაქტიკულად არ მოიპოვება მცენარეულ საკვებში ბუნებრივი ფორმით და ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ნერვული სისტემის და სისხლის წარმოქმნისათვის. ხორცი შეიცავს ჰემურკინას, რომელსაც ბევრად უფრო მარტივად ითვისებს ორგანიზმი, ვიდრე მცენარეულ რკინას. ცილა. ხორცი შეიცავს ყველა იმ შეუცვლელ ამინომჟავას, რომელსაც ჩვენი სხეული თავად ვერ გამოიმუშავებს. ჩვენი დამოკიდებულება ხორცზე მხოლოდ ფიზიკური არ არის, ის კულტურული და ფსიქოლოგიურიცაა. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ხორცი იყო სტატუსის სიმბოლო. ნანადირების გაზიარება ნიშნავდა თემის ერთობას. ყველა დიდი დღესასწაული, ყველა ტრადიციული რიტუალი, სუფრა თუ მსხვილშეწირვა ტრიალებდა ცხოველის ირგვლივ. ჩვენ ცნობიერებაში ხორცის ჭამა ასოცირდება ძალასთან, დოვლათთან და კეთილდღეობასთან. ჩვენ იმდენად ვართ მიჯაჭვული ამ ტრადიციაზე, რომ ხშირად უარს ვამბობთ ლოგიკაზეც. ჩვენი წინაპარი კლავდა ერთ მამონტს, რათა მთელ ტომს ერთი თვე საჭმელი ჰქონოდა. დღეს კი ჩვენ ხოცავთ მილიარდობით არსებას ყოველი შემთხვევისთვის. ჩვენი ბიოლოგიური ლტოლვა ცილისა და ცხიმის მიმართ, რომელიც ოდესღაც გადარჩენაში გვეხმარებოდა, დღეს დესტრუქციულ ძალად იქცა. ჩვენ აღარ ვართ მონადირეები, რომლებიც ბუნებასთან ბრძოლაში მოიპოვებენ საკვებს. ჩვენ ვართ მოხმარებლები, რომლებიც სუპერმარკეტის პლასმასის ეფუთვაში ვერ ხედავენ იმ სისხლს, ტკივილს და ისტორიას, რომელიც ამ ტრადიციას თან ახლავს. ჩვენი დამოკიდებულება იმდენად ღრმაა, რომ სიმართლის მოსმენას კი გვაღიზიანებს. ნაწილი მეორე, ცხოველთა ციხე. თუ გონიათ, რომ თქვენი საკვები მწვანე მდელოებზე მორბენალი ბედნიერი ცხოველებისგან მოდის, თქვენ მარკეტინგული ილუზიის მსხვერპლი ყოფილხართ. რეალობა ბევრად უფრო ბნელი, ვიწრო და სისხლიანია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ინდუსტრიულ ფერმებში, პლანეტის ყველაზე დიდ საპატიმროებში. დავიწყოთ ყველაზე მასობრივი მსხვერპლით. თანამედროვე ქათამი აღარ არის ფრინველი. ის გენეტიკურად მოდიფიცირებული მანქანაა ხორცის საწარმოებლად. ბუნებრივ პირობებში ქათამს თვეების სჭირდება ზრდისთვის, მაგრამ ინდუსტრიამ ეს დრო 2-3 კვირამდე შეამცირა. ეს არ არის სასწაული. ეს არის ინდუსტრიული ინჟინერია, რომელიც რამდენიმე ბინძურ მეთოდზე დგას. გენეტიკური სელექციის წყალობით ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა მხოლოდ იმ ინდივიდების გადარჩევა, რომლებსაც პათოლოგიურად სწრაფი მეტაბოლიზმი ჰქონდათ. დღევანდელი ქათამი გენეტიკურად არის დაპროგრამებული, რომ მთელი ენერგია მხოლოდ მკერდის კუნთის გაზრდაში დახარჯოს. ის იზრდება 400%-ით უფრო სწრაფად, ვიდრე მისი 50 წლის წინანდელი წინაპარი. მათ არ აჭმევენ მარცვლეულს. მათი საკვები არის მაღალკალორიული კონცენტრატი, რომელიც შედგება სოიოს, სიმინდის, სხვა ცხოველების ნარჩენებისგან მიღებული ცხოველური ცხიმების და სინთეზური ამინომჟავებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ეს იგრძელება, მსოფლიო მასშტაბით ქათმებს დაბადებიდანვე აჭმევენ ანტიბიოტიკების მცირე დოზებს. ეს არ კეთდება მათი მკურნალობისთვის.
ანტიბიოტიკები ცვლიან ნაწლავის მიკროფლორას ისე, რომ ორგანიზმი საკვებიდან თითოეულ კალორიას მაქსიმალურად ითვისებს და ცხოველს რეკორდულ დროში ასუქებს. ასევე ფერმებში გამოიყენება ხელოვნური განათების რეჟიმი, 23 საათის სინათლე და მხოლოდ 1 საათის სიბნელე. რატომ? იმიტომ, რომ ქათამი მხოლოდ მაშინ ჭამს, როცა გარეთ სინათლეა. ჩვენმა თვართმევთ ძილს, რათა მათმა ორგანიზმმა წამითაც არ შეწყვიტოს საკვების გადამუშავება. ისინი მუდმივ კვებით ეიფორიაში და შოკში არიან. მათ სპეციალურად ამწყდებენ ისეთ სიმჭიდროვეში, რომ მოძრაობა ფიზიკურად შეუძლებელი იყოს. ყოველი გადადგმული ნაბიჯი დახარჯული კალორიაა. ინდუსტრიისთვის კი კალორიის დაკარგვა ფულის დაკარგვას უდრის. შედეგად, ქათამი იქცევა ხორცის უძრავ მასად, რომელიც საკუთარ ჩონჩხზე უფრო სწრაფად იზრდება. ალბათ ახლა ვინმე იტყვის, რომ არაუშავს. ქათამი ხომ ყველაზე სულელი ცხოველია, რომელიც შეიძლება ვერც კი იეზრდეს იმ ყოველივეს, რაც მის თავს ხდება. მაგრამ ჩვენ ზუსტად იმავეს ვუკეთებთ ბევრად უფრო განვითარებულ ცხოველებსაც. განვიხილოთ ღორი. ღორი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი არსებაა დედამიწაზე. მათი ინტელექტი 3 წლის ბავშვისას უტოლდება. და აი რას უშვებით მათ. დედაღორები თითქმის მთელ ცხოვრებას ატარებენ სამშობიარო გალიებში, ინისკონსტრუქციებში, რომლებიც იმდენად ვიწროა, რომ ცხოველს შემოbrunებას კი არ შეუძლია. ისინი წვანან ბეტონზე, საკუთარ გამონაყოფში, მხოლოდ იმისთვის, რომ მუდმივად ჩვან ახალი პროდუქტი. მოწყენილობისგან და სტრესისგან გაგიჟებული ღორები ერთმანეთს კუდებს აჭამენ. და რას აკეთებს ინდუსტრია ამ დროს? პრობლემის მოგვარების ნაცვლად კოჭებს დაბადებისთანავე ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე აჭრიან კუდებს და აცლიან კბილებს. ეს არის ეგრეთ წოდებული ეფექტურობა. მოარგო ცხოველი ჯოჯოხეთს, ნაცვლად იმისა, რომ ჯოჯოხეთი შეცვალა. რაც შეეხება ძროხებს, ძის ინდუსტრია ალბათ ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური წამებაა. იმისთვის, რომ ძროხა მრწე მოქცეს, ის მუდმივად ორსულად უნდა იყოს, რისთვისაც ხელოვნურ განაყოფიერებას იყენებენ. ხოლო როგორც კი ხბო იბადება, მას დედას აშორებენ პირველივე საათებში, რათა ხბო მარდალიოს ის რძე, რომელიც ჩვენთვისაა განკუთვნილი. თუ ხბო მამალია, მას ხორცისთვის კლავენ, ან გალიაში ამწყდებენ, რომ კუნთები არ განუვითარდეს და ხორცი რბილი დარჩეს. თუ ხბო მდედრია, მას იგივე ბედიელის რაც დედას. მუდმივი ხელოვნური განაყოფიერება, სანამ ორგანიზმი არ გამოიფიტება და 5 წელიწადში მასაც სასაკლაოზე არ გაუშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივად 20 წელი მაინც უნდა ეცოცხლო. იგივეა თევზების შემთხვევაშიც. მსოფლიო ხორცის დიდი ნაწილი აკვაკულტურიდან მოდის. ეს არის წყალქვეშა გალიები, სადაც ათასობით თევზი ისე მჭიდროდ არის გამოკეტილი, რომ ისინი მუდმივად ერთმანეთს ეხებიან. ასეთ პირობებში დაავადებები და პარაზიტები მყისიერად ვრცელდება. იმისთვის, რომ თევზი არ მოკვდეს, წყალში უზარმაზარი რაოდენობით ანტიბიოტიკებს და ქიმიკატებს ასხამენ, რაც საბოლოოდ თქვენს თევზზე ხვდება. ამ შემაწუხებელი ფაქტების გაგრძელება უსაშუალოდ შეიძლება, თუმცა ადამიანი ეგოისტი არსება და შეიძლება ეს ყოველივე გულთან საერთოდაც არ მიიტანოს, მაგრამ შეუძლებელია არ დაინტერესდე იმით, თუ რას უშვება ჩვენს ორგანიზმს წამებული ცხოველებისგან მიღებული ხორცი. ნაწილი მეოთხე. იაფი პროდუქტი. რატომ მოცხოვრებთ ცხოველებს ასეთ ჯოჯოხეთურ პირობებში? ჩვენ რა, ფსიქოპატები ვართ? არა. პასუხი ბევრად უფრო მარტივია. ფასი. ნებისმიერი ჰუმანური მიდგომა ზრდის ხარჯებს. ამიტომ ინდუსტრია იყენებს იმ ხერხებს, რაზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ, რათა შეამციროს ხარჯები და გაზარდოს მოგება. კაპიტალისტურ წყობილებაში კი ადამიანთა უმეტესობა პროდუქტს ირჩევს არა მისი ხარისხის, არამედ ფასის და შეფუთვის მიხედვით. ჩვენ მივეჩვიეთ ფიქრს, რომ ხორცი უბრალოდ ცილა. მაგრამ როცა თქვენ იაფი ხორცის ნაჭერს ყიდულობთ, თქვენ არ ყიდულობთ მხოლოდ კუნთოვან ქსოვილს, თქვენ ყიდულობთ მთელ იმ ქიმიურ და ბიოლოგიურ ისტორიას, რომელიც ამ ცხოველმა სასაკლაომდე გაიარა. ჩვენი ორგანიზმი არ არის ნაგვისურნა, თუმცა თანამედროვე ინდუსტრია მას სწორედ ასე ეპყრობა. ახლა მოდით გავხსნათ ეს პლასმასის შეფუთვა და გავიგოთ, თუ რა შედის სინამდვილეში ჩვენს მენიუში. პირველი, ანტიბიოტიკო რეზისტენტობა. ეს არის კაცობრიობის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი სამედიცინო საფრთხე. როგორც უკვე ვთქვით, ინდუსტრიულ ფერმებში ცხოველებს ანტიბიოტიკებს აჭმევენ არა სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკისთვის და ზრდის სტიმულირებისთვის. შედეგი, ჩვენს ორგანიზმში ხდება ანტიბიოტიკების ნარჩენები და რაც უფრო საშიშია, სუპერბაქტერიები. ეს არის მიკროორგანიზმები, რომლებმაც უკვე ისწავლეს სწავლებთან ბრძოლა. როცა თქვენ ასეთ ხორცს მიირთმევთ, თქვენი ნაწლავ ფლორაში არსებული ბაქტერიები სწავლობენ რეზისტენტობას. დადგება დღე, როცა უბრალო ინფექცია, რომელიც ადრე ერთ კვირაში იკურნებოდა, სასიკვდილო გახდება, რადგან წამალი უბრალოდ აღარ იმოქმედებს. ჩვენ საკუთარი ხელით ვანადგურებთ მედიცინის მთავარი არახს ერთი იაფი ბურგერისგან. მეორე, ჰორმონალური ქაოსი. ცხოველებს, განსაკუთრებით ძროხებს და ქათმებს, აძლევენ სინთეზურ ჰორმონებს, რათა მათ სწრაფად მოიმატონ წონა და მეტი რძე გასცენ. როცა ეს ჰორმონები ჩვენ სიცხში ხდება, ისინი არ ქრებიან. ისინი იწყებენ ჩვენი ენდოკრინული სისტემის მართვას. მეცნიერები ამ ყველაფერს შემდეგ პრობლემებს უკავშირებენ. ნაადრევი მომწიფება. ბავშვებში სქესობრივი მომწიფება ბევრად უფრო ადრე იწყება, ვიდრე ეს ბუნებრივია. რეპროდუქციული პრობლემები. ჰორმონალური დისბალანსი პირდაპირ მოქმედებს ნაყოფიერებაზე როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. სიმსივნეების ზრდა. ჰორმონდამოკიდებული კიბოს სახეობები, რაც გულისხმობს მკერდისა და პროსტატის სიმსივნეს, ხშირად სტიმულირდება სწორედ იმ დანამატებიდან, რომლებსაც ხორცთან ერთად ვიღებთ. მესამე, შიშის მოლეკულები. ცხოველი, რომელიც მთელ ცხოვრებას გალიაში ატარებს,
და სიკვდილის მოლოდინშია მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფება. სიკვდილის წინ, სასაკლაოს რიგში, მათი ორგანიზმი გამოყოფს კორტიზოლის, ადრენალინის და ნორადრენალინის უზარმაზარ დოზებს. ეს არის შიშის ქიმია, რომელიც კუნთოვან ქსოვილში ილექება. როცა ჩვენ ამ ხორცს მივირთმევთ, რეალურად ვიღებთ ამ სტრესის ჰორმონებს. ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფია, ეს ბიოქიმია. სტრესის ჰორმონების მუდმივი მიღება იწვევს ჩვენს ორგანიზმში ქრონიკულ ანთებით პროცესებს, შფოთვას და იმუნიტეტის დაქვეითებას. ჩვენ ჭამთ სხვის ტკივილს და გვიგვირს, თუ რატომ ვგრძნობთ თავს ასე ცუდად. მეოთხე, ქრონიკული ანთება. არსებობს მოლეკულა, სახელად NEO5-GC, რომელიც გვხვდება ძუძუმწოვრების ხორცში, მაგრამ იგი არ არსებობს ადამიანის ორგანიზმში. როდესაც ჩვენ მას ვჭამთ, ჩვენი იმუნური სისტემა მას აღიქვამს როგორც უცხო სხეულს და იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას. ეს იწვევს ქრონიკულ ანთებას. ანთება კი არის ყველა თანამედროვე დაავადების საძირკველი, დაწყებული ართრიტიდან და დიაბეტიდან, დამთავრებული ალცჰაიმერით და გულსისწრაფო დაავადებებით. რეალურად, თქვენი ორგანიზმი ყოველდღიურად ჩამულია ომში იმ საკვებთან, რომელიც წესით და რიგით მას უნდა კვებავდეს. მეხუთე, ბიოაკუმულაცია. ცხოველები, რომლებსაც ინდუსტრიულად რძდიან, ჭამენ პესტიციდებით და ჰერბიციდებით დამუშავებულ სოიას და სიმინდს. ეს ქიმიკატები არ გამოდის ორგანიზმიდან, ისინი გროვდება ცხოველის ცხიმოვან ქსოვილში. ვიდრეიდან ცხოველი თავისი ცხოვრების მანძილზე ტონობით ასეთ საკვებს ჭამს, ხორცში ტოქსინების კონცენტრაცია 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თავად მცენარეში. ჩვენ ვართ კვებითი ჯაჭვის ბოლოში. თავიღებთ ყველა იმ შხამის კონცენტრატს, რაც კი ოდესმე იმ ცხოველის საკვებში მოხვედრილ. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ის, რასაც ჭამთ. ჩვენ ვართ ის, რასაც ჭამდა ჩვენი საკვები და ის, თუ როგორ გრძნობდა თავს ეს საკვები სიკვდილამდე. თუმცა ამ ვიდეოს მიზანი არ არის ვინმეს შეშინება. ინფორმაცია, რომელიც აქამდე მოისმინეთ, ისედაც გასაჯაროებულია, მაგრამ სკერამდე ჯერ კიდევ არ ჩავსულვართ. დროა ბოლომდე გავუსწოროთ თვალი რეალობას. ნაწილი მეხუთე, შიმშილი. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, რომელიც საკუთარ თავშია გახლართული. ერთი მხრივ, ჩვენ მომაყოფთ ტექნოლოგიური პროგრესიით და იმით, რომ დედამიწას იმაზე მეტი საკვების წარმოება შეუძლია, ვიდრე ოდესმე. მეორე მხრივ კი, ყოველ ღამე პლანეტაზე 800 მილიონზე მეტი ადამიანი მშიერი იძინებს. ეს არ არის რესურსების ნაკლებობა, ეს არის ბუნებრივი კატასტროფა. ეს არის ხელოვნურად შექმნილი ჯოჯოხეთი. ცხოველების ინდუსტრიული ხოცვა არ არის მხოლოდ ეთიკური პრობლემა. ის არის ეკონომიკური თვითმკვლელობა. დაფიქრდით, იმისთვის რომ მივიღოთ 1 კილოგრამის საქონლის ხორცი, ჩვენ ძროხას უნდა ვაჭამოთ დაახლოებით 7-დან 10 კილოგრამამდე მარცვლეული. ჩვენ ვხარჯავთ ტონობით მცენარეულ ცილას, რომელსაც მილიონობით ადამიანის დაპურება შეუძლია, მხოლოდ იმისთვის, რომ მივიღოთ რამდენიმე ულუფა სტეიკი. ჩვენ ვთესავთ სოიას და სიმინდს იმ მიწებზე, სადაც ხალხი შიმშილობს, მაგრამ მოსავალი მიდის არა მათთან, არამედ მდიდარი ქვეყნების ფერმებში, რათა იქაური საქონელი გასუქდეს. ეს არის კალორიების განადგურების ყველაზე ეფექტური მანქანა. ჩვენ ვართმევთ პურს მშიერ ბავშვებს, რომ ვაჭამოთ ის ხორცს, რომლის ხორცის 20%-ს მოგვიანებით ნაგავში გადავყრით. რატომ ყრია საკვები ნაგავში, როცა ხალხშია? პასუხი ცინიკურია. მოგება. სუპერმარკეტებისა და კორპორაციებისთვის საკვები არ არის სიცოცხლის წყარო. ის არის პროდუქტი. თუ ბაზარზე ზედმეტი საკვები იქნება, ფასები დაეცემა. ფასების დასაჭერად კი ინდუსტრია ერჩევს ჭარბი პროდუქტის განადგურებას. ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოებული საკვების 1/3, დაახლოებით 1.3 მილიარდი ტონა, პირდაპირ ნაგავს აყოლზე მიდის. მაღაზიები ყრიან ხორცს, ძეს და ბოსტნეულს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ იდეალური ფორმა არ აქვთ. ანუ მოდის გასვლამდე მხოლოდ 1 დღე დარჩათ. ბევრ ქვეყანაში სუპერმარკეტები ნაგვისუნებს სპეციალურ ქიმიკატებსაც კი ასხამენ, ან მოქლომებით კეტავენ, რომ მშიერმა ადამიანებმა იქიდან საკვების ამოღება ვერ შეძლონ. ეს არ არის მხოლოდ დანაკარგი, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. სანამ ჩვენ ინსტაგრამზე ლამაზად გაფორმებულ ბურგერებს უყურებთ, მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ნაგავსაყრელების სიახლოვეს, სადაც ყოველდღიურად ტონობით ხორცი ლპება. წარმოიდგინეთ ეს პარადოქსი. ადამიანი კვდება შიმშილით იმ ღობის მიღმა, სადაც ყოველ წამს 80,000 სიცოცხლეს ანადგურებენ. ეს სისტემა ქმნის იერარქიას, სადაც მდიდარი ქვეყნები იტანჯებიან სიმსუქნით და იმ დაავადებებით, რომლებსაც გადამეტებული ხორცის ჭამა იწვევს, ღარიბი ქვეყნები კი იტანჯებიან შიმშილით, რადგან რესურსები პირველი ჯგუფის დანაკლებას ხმარდება. ცხოველები კი ამ ყველაფრის შუაში არის. ისინი იბადებიან და კვდებიან ჯოჯოხეთურ პირობებში, იმისთვის, რომ საბოლოოდ ნაგვისუნაში აღმოჩნდნენ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ინდუსტრიული ფერმები აუცილებელია მსოფლიოს გამოსაკვებად. ეს არის ტყუილი. ინდუსტრიული ფერმები არ კვებავენ მსოფლიოს. ისინი კვებავენ კორპორაციების ჯიბეებს. ჩვენ რომ იმ მარცვლეულის მხოლოდ ნახევარი გამოგვეყენებინა ადამიანებისთვის, რასაც ცხოველებს ვაჭმევთ, დედამიწაზე შიმშილის სამუდამოდ გაქრებოდა. შიმშილი დღეს არ არის ტექნიკური პრობლემა. ეს არის მორალური დეგრადაცია. ჩვენ გვირჩევნია ყოველდღურად მილიარდობით ცხოველი მოვკლათ და ნაგავში გადავაგდოთ, ვიდრე შევცვალოთ სისტემა, რომელიც ადამიანებს შიმშილისთვის წირავს. ჩვენ შევქმნით სამყარო, სადაც სიკვდილი უფასოა, ხოლო სიცოცხლე ზედმეტად ძვირი. სამყარო, სადაც ცხოველთა სისხლი იღვრება არაფრისთვის და სადაც ბავშვის სტერილი შიმშილისგან იხშობა იმ ქარხნების გუგუნით, რომელიც ხორცის მორიგ ზედმეტ პარტიას ამზადებენ. ნაწილი მე-6. გონიერი არსება. ჩვენ საკუთარ თავს ჰომო საპიენსი უწოდეთ, რაც გონიერ ადამიანს ნიშნავს.
ჩვენ ამაშენეთ ქალაქები, გავხრეჭეთ ატომი, გავგზავნეთ ხომალდები ვარსკვლავთშორის სივრცეში და შევქმნით ხელოვნური ინტელექტი. ჩვენ გჯერა, რომ ამ პლანეტის გვირგვინი ვართ, მაგრამ მოდით ერთი წამით შევსვათ პერსპექტივა. წარმოიდგინეთ, რომ სადღაც სამყაროს სიღრმეში არსებობს ცივილიზაცია, რომლისთვისაც ჩვენ ისეთივე პრიმიტიულები ვართ, როგორც ჩვენთვის ჭიანჭველები არიან. თუ ოცხოვპლანეტელები გვიყურებენ, რას ხედავენ ისინი? ისინი არ ხედავენ ჩვენს პოეზიას, ან ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებს. ისინი ხედავენ პლანეტას, რომელიც წამში 80,000 სიცოცხლეს ყლაპავს. ისინი ხედავენ არსებებს, რომლებიც ერთმანეთს ხოცავენ რესურსებისთვის და ამავდროულად მილიარდობით სხვა არსებას აწამებენ მხოლოდ გემოცეცეპტორების დასაკმაყოფილებლად. რა დასკვნას გამოიტანდნენ ისინი? ალბათ იმას, რომ ჩვენ ვართ აგრესიული, პარაზიტული და ეთიკურად განუვითარებელი სახეობა. და აი აქ ჩნდება ყველაზე დიდი კოსმიური შიში. რა დაუშვით მათ, რომ ჩვენ ზუსტად ისე არ მოგვექცნენ, როგორც ჩვენ ვექცევით ცხოველებს. ჩვენი მთელი მორალური სისტემა, რომლითაც ცხოველთა ხოცვას ვამართლებთ, ეფუძნება ერთ პრინციპს. ჩვენ ხომ უფრო ჭკვიანები ვართ ვიდრე ისინი. ჩვენ ვამბობთ, რომ რადგან ჩვენ გვაქვს აბსტრაქტული აზროვნება, ენა და ტექნოლოგია, ჩვენ გვაქვს უფლება განმკვარგლად განუვითარებელი არსებების სიცოცხლე. ახლა წარმოიდგინეთ მაღალგანვითარებული უცხოპლანეტური რასა. მათი ინტელექტი ჩვენსაც ისევე აღემატება, როგორც ჩვენი ქათმისას. ჩვენი ფიზიკა მათთვის დაწყებითი კლასის გაკვეთილია. ჩვენი ხელოვნება კი გაუგებარი ხმაური. თუ ინტელექტი არის ერთადერთი საზომი სიცოცხლის უფლებისთვის, მაშინ ამ უცხოპლანეტელებს აქვთ სრული მორალური უფლება, რომ დაგვამწვდიონ გალიებში ადამიანის ხორცის საწარმოება. ჩვენზე ჩაატარონ მტკივნეული ექსპერიმენტები ახალი კოსმიური წამლების გამოსაცილად და გადაყვარონ ნაგავში, თუ ჩვენი პროდუქტიულობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. თუ ჩვენ ოდესმე აღმოჩნდებით მათ სასაკლაოზე, რას ვეთქვით მათ? გთხოვთ არ მოკლათ, ჩვენ ტკივილს განვიცდით, თუ იმას, რომ ოჯახი და შვილები გვყავს. ჩვენს წინააღმდეგ ამ კოსმიურ სასამართლოში ჩვენი ვექვენებები იქნება მთავარი მტკიცებულება. ჩვენ არ გვაქვს მორალური ფარი, რადგან ჩვენ თავად გავანადგურეთ იგი. მაგრამ მოდით კიდევ უფრო შორს წავიდეთ. იქნება ეს ყველაფერი უკვე ხდება. არსებობს თეორია, რომელიც გვეუბნება, რომ დედამიწა არ არის ჩვენი პლანეტა. იქნება ეს არის გიგანტური კოსმიური ფერმა, სადაც ჩვენ უბრალოდ მოსავალი ვართ. ამ თეორიის თანახმად, ჩვენ არ გვხსნიან ხორცისთვის, არამედ ენერგიისთვის. იქნებ უმაღლესი არსებები იკვებებიან ჩვენი ემოციებით, განსაკუთრებით ტკივილით, შიშით და ტანჯვით. დაფიქრდით, რატომ არის ჩვენი ისტორია სავსე დაუსრულებელი ომებით? რატომ არის ჩვენი კვების ინდუსტრია აგებული ისეთ წარმოუდგენელ ტანჯვაზე, რომელზე გაფიქრებას კი გულს გვირებს? იქნებ ჩვენს მიერ ცხოველებისადმი გამოჩენილი სისასტიკე არის მხოლოდ იმ მოდელის ასლი, რომელშიც ჩვენ თავად ვართ მოქცეულები. იქნებ ჩვენი მფლობელები გვამყოფებენ იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვამყოფებთ ქათმებს, უდიურ სტრესში, უდიურ ხელოვნურ განათებაზე, რომელსაც ჩვენ დღეს სოციალურ ქსელებს და ეკრანებს უწოდებთ, რათა მაქსიმალურად გამოგწოვონ ემოციური რესურსები. და აი აქ მოვდივართ მთავარ ჭიხამდე. თუ ჩვენ მივხვდებით, რომ ჩვენს პროდუქტი ვართ, როგორი იქნება ჩვენი რეაქცია? პროტესტი, სამართლიანობის მოთხოვნა, მაგრამ როგორ უნდა მოითხოვო სამართლიანობა სამყაროსგან, როცა შენ თავად ხარ უსამართლობის მთავარი წყარო შენსავე პლანეტაზე? ეს არის მორალური ხაფანგი. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ძალა განსაზღვრავს უფლებას, მაშინ ჩვენი წამებაც კანონიერია. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ მსხვერპლი, მანამ სანამ ვართ ჯალათები. ამიტომ, სანამ ვარსკვლავებში ვიხედებით და უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტს ევოცნებობთ, იქნებ ჯერ ქვემოთ აგვეხედა ჩვენს სტეპშებზე, ჩვენს სასაკლაოებზე და ჩვენს სინდისზე. იმიტომ, რომ თუ ოდესმე მართლაც შეხვდებით გონიერ არსებას, ჩვენი ერთადერთი გადარჩენის შანსი იქნება ის, რომ მათ ჩვენზე მეტი კეთილგონიერება აღმოაჩნდებათ, ვიდრე ჩვენ აღმოგვაჩნდა მათ მიმართ, ვინც ჩვენზე სუსტია. ნაწილი მე-7. გამოსავალი. ჩვენ მივედით ზღვარზე. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, ჩვენი ცივილიზაციის დასასრული არ იქნება მხოლოდ ეკოლოგიური კოლაფსი. ეს იქნება მორალური გაკოტრება. ჩვენ ვერ ვიქნებით ვარსკვლავური რასა, სანამ ჩვენი ფეხები სისხლიან ჭაობში დგას. მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ ადამიანს აქვს ერთი გასაოცარი უნარი. როცა ის უსკრულეს პირას დგება, ის ახერხებს ფრთების გამოსხმას. დღეს ჩვენ ახალი ეპოქის ღრუბლზე ვდგავართ. ეპოქის, სადაც ხორცი აღარ ნიშნავს მკვლელობას. წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც თქვენ მიირთმევთ წვნიან სტეიკს, ან ქათმის ფრიდეს, მაგრამ ამისთვის არც ერთი სიცოცხლე არ შეწყვეტილა. ეს არ არის ფანტასტიკა. ეს არის კულტივირებული ხორცი. მეცნიერებმა ისწავლეს ცხოველისგან მხოლოდ რამდენიმე უჯრედის უმტკივნეულო დაღება და მათი გამრავლება ბიორეაქტორებში. შედეგი: ნამდვილი ხორცი, იგივე მოლეკულური სტრუქტურით, იგივე გემოთი და ნუტრიენტებით, ოღონ ანტიბიოტიკების, ჰორმონების, სისასტიკის და შიშის გარეშე. სინგაპური იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 2020 წელს დაუშვა ლაბორატორიაში გაზრდილი ქათმის ხორცის გაყიდვა. ისრაელში კი უკვე აშენებენ გიგანტურ ქარხნებს, რომლებსაც შეუძლიათ ტონობით ხორცის წარმოება ერთი ცხოველის დაკვლის გარეშე. მალე ხორცის სინთეზი უფრო იაფი გახდება, ვიდრე ცხოველის გაზრდა და მოკლა, და სწორედ მაშინ დასრულდება სასაკლაოების ეპოქა. თუმცა ეს არა იმიტომ, რომ ჩვენ კეთილები ვახდით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გავხდით უფრო ეფექტურად. სანამ მეცნიერება სრულყოფილ გამოსავალს ეწევს, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც უკვე თქვეს უარი. ვეგეტარიანელები და ვეგანები ხშირად ხდებიან დაცინვის ობიექტები, მაგრამ დაფიქრდით, ისინი არიან ადამიანები,
რომლებმაც საკუთარი კომფორტი და გემოვნების რეცეპტორები მეორე პლანზე დააყენეს მორალური პრინციპების გამო. მათი არჩევანი არის ერთგვარი პროტესტი. ეს არის სიგნალი სისტემისთვის, რომ ჩვენ აღარ გვინდა ვიყოთ ამ სისხლიანი ჯაჭვის ნაწილი. ყოველი ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ინდუსტრიულ ხორცზე, ამცირებს მოთხოვნას მკვლელობაზე. ისინი არიან ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანს შეუძლია გადარჩეს და იყოს ჯანმრთელი სხვისი ტანჯვის გარეშე. ისინი ინახავენ კაცობრიობის სინდის მანამ, სანამ ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდეს უსისხლო ხორცს. და რა მოხდება, როცა ჩვენ შევწყვეტ ცხოველების წამებას? მოხდება რაღაც უფრო დიდი, ვიდრე უბრალოდ საკვები რაციონის შეცვლა. ჩვენ გავთავისუფლდებით კოლექტიური დანაშაულის გზნობისგან. არაცნობიერად, ჩვენ ყველამ ვიცით რა ხდება სასაკლაოების კედლებს მიღმა. ეს ცოდნა ძალიან დამთვრუმელია. ის ხვდის უფრო აგრესიულებს და გვიკეტავს გზას ნამდვილი სულიერი განვითარებისკენ. როცა ჩვენ შევძლებთ ფოლებში ჩავხედოთ ნებისმიერ არსებას, როცა გვეცოდინება, რომ მათი ტკივილი ჩვენს თებსზე არ დევს, ჩვენ გავხდებით მორალურად მართლები საკუთარი თავის, ბუნების და იმ კოსმოსის წინაშე, რომელიც შესაძლოა მართლაც გვიყურებს და ელოდება თუ როდის გავიზრდებით. ასე რომ, მომავალი ჩვენს ხელშია. ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ იმის კეთება, რასაც ჩვენი წინათალბები აკეთებდნენ და ბოლომდე ჩავიზიაროთ სისხლის და ძვლების ჭაობში. ანდროულად მოვიდეთ გონს და ჩვენი შვილების ან შვილიშვილების შეკითხვაზე, ადამიანები მართლა კლავდნენ თუ არა ყოველდღიურად მილიონობით ცხოველს, გქონდეს პასუხი. დიახ, ეს იყო ჩვენი ბნელი წარსული, მაგრამ ჩვენ ვიყავით ძალა, რომ ეს შეგვეცვალა.